სასამართლო პროცესზე დიდი მნიშვნელობა გრას ვიტყვით, მაგრამ სხეულის ენას აქვს არანაკლებ დიდი მნიშვნელობა. მე შემიძლია მოვიშველო არაერთი გამოკითხვა, აი მაგალითად, როდესაც ადამიანები დებატებს ისმენდნენ რადიოში და მეორე კატეგორია დებატებს უყურებდა ტელევიზიით. ვინც ტელევიზიით უყურებდა, ამბობდა, რომ ამ მოიგო დებატი და ვინც რადიოთი უსმენდა, ამბობდა, რომ ბემ მოიგო დებატი. პირველმა ამ ნამდვილად არ მოიგო დებატი. ანუ რა არის აქ მნიშვნელოვანი? ვინც ტელევიზიით უყურებდა, ის ხედავდა ჟესტიკულაციას, ის ხედავდა სხეულის ენას. და რა თქმა უნდა, ის უღანაირად აღიქვამდა დებატებს. სუსტად იგივე არის სასამართლო პროცესიც. მსმენელი არა მარტო გვისმენს, არამედ გვიყურებს, ამიტომ სხეულის ენა ძალიან დიდი მნიშვნელობის შემცველი რამ არის და განსაკუთრებულად დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს ადვოკატებმა.